სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებული მივიდა პოპკორნით და მას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა 30,000 ლარი უჯდება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს, რომ გადაიხადოს. გადაიხდის თუ არა გირაოს თანხას, ამას ნიკა გვარამია კოალიციის წევრებთან ერთად და თანაგუნდელებთან ერთად გადაწყვეტს. მანამდე კი ამბობს, რომ არც იმას არ გამორიცხავს, რეჟიმმა დაიწყოს ახალი დაკავებები, განსაკუთრებით უკვე მას შემდეგ, რაც მწვავდება საერთაშორისო რეაქციები, სანქცირებები და მძიმე პერიოდი თვლის, რომ იქნება გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში. დიაბეტი მაქვს უნდა ჩამოყალიბდეს ის თქო როცა უნდა ჩამოყალიბდეს ყველა შემთხვევაში. დიაბეტი და დასავლურობა კონკრეტულად ამ დროს მოიხსნა. მე თავსახშეგიშლით საერთოდ. გამიცადეთ შესაძლებლობას და შეგიძლიათ გაეძინოთ და შემოსწავლეთ. არაფერი განსაკუთრებული არ არის. არ აქვს მნიშვნელობა. მე არ ვაღიარებ ამ კომისიას, ისევე როგორც არ აღიარებს არავინ მსოფლიოში. კომისია არის ანტიკონსტიტუციური. დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. გამოგზავნილ დოკუმენტში არსად არ დასტურდება, რომ კონსტიტუციის ეს მუხლი კომისიის მიერ დაცულია. ახალი დანაშაულის ჩადენაზე აპელირება. რა არის ახალი დანაშაული? მუცლით მეზღაპრე ერთად არ მოსულა რა. და მწთავებთან და ასტროლოგებთან. სხვა რა დანაშაული შეიძლება იქნეს ჩადენილი. მე 2012 წლიდან პრაქტიკულად წელიწადში ორჯერ მაინც ან დაკითხვაზე მიბარებენ, ან ბრალის წარდგენა ხდება. ერთი შემთხვევა მაინც თუ ყოფილა ჩემი გასამართლების პირობებში, როცა სასამართლო გამომიძახა და მე იქ არ მივედი. მიმალვის წინასწარ მეტყველება საქმე ვერ გავიგებ, უჩქებში გავუჩინარდები თუ სანამ მივიმალო. 1 წლიან მოხზე კი არა, 12 წლიან მოხზე არ მივიმალო. 30,000 ლარი გირაო 50 დღის განმავლობაში. გადავიხდით თუ არა ამას ვნახავთ. ამ ყველაფერს შეფერლობა ექნება და ზემოქმედება ექნება არა მარტო ჩემზე პირადად, არამედ ჩემს პარტიაზეც. ამიტომ ერთად უნდა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არ გადავიხადო. ეს თვეები იქნება მცდელობები დაჭერების და ეს რეპრესიების თვეები იქნება, განსაკუთრებით მაისი, ივნისი, ივლისი, ნუ ეს ყოველთვის ჩანს და აგვისტო ყოველთვის პიკია ამათვის დაჭერების. ჩვენ არ ვიფიქროთ ამაზე. იფიქროს ქართულმა ოცნებამ მათთან დაკავშირებული პროცესები ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით სადამდე შეიძლება მივიდეს. კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც თეა წულუკიანის კომისიაზე მიუსწრელობის გამო სასამართლოში დაიბარეს, გიორგი ვაშაძეა. პროკურატურა მის წინააღმდეგაც დაიწყო გამოძიება. წაუყენებს თუ არა ბრალს პოლიტიკოს პროკურატურა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ის დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა, უცნობია ვაშაძის სტრატეგია, რა სტრატეგიას აირჩევს იმ შემთხვევაში, თუ ბრალს წაუყენებს პროკურატურა და ამის შემდეგ გადაიხდის თუ არა გირაოს, რომელსაც სტანდარტულად პროკურატურა ითხოვს და სასამართლო უწესებს ოპოზიციონერ ლიდერებს. გამაგრებული არის პარლამენტის შენობაში და თავის თავზე იძახის, გიჟივით იძახიან, რომ კომისია ვარ რა. ხო და ამ საქმესთან დაკავშირებით ვიყავი ხა მოწვეული, ასე ვთქვათ, კითხვებს მისვავდნენ და იგივე დაუფიქსირე, რომ პარლამენტი სამწუხაროდ არის არარსებობს დღეს ქვეყანაში, ძალაუფლება არის მიტაცებული. რაც შეეხება ამ დაჯგუფებას, რომელიც გაიძახის, რომ მე ვარ ვიღაც ვარო, ეს დაჯგუფება არის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შექმნილი და მასობრივი გასამართლების ტაქტიკაზე არიან, მაგრამ რეალურად სინამდვილეში გაცილებით დიდი პრობლემებია შიგნით და რაც უფრო მეც ასეც იზავენ, მალე მივალ გამარჯვებამდე. სიის წევრები თუ შეიძლება ვიხილოთ დაბარებულები ამ სისხლის სამართლის ფარგლებში, თქმა უნდა, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, სანამ საქმე გაიგზავნება სასამართლოში არსებითი განხილვა. ყველას ამ ეტაპზე კომისიის წევრები გამოკითხულები არ არიან. გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ დღეს მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიების დასრულების შემდგომ მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ადვოკატები ანონსებენ, რომ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლოში მისვლა მიუწევს მათ შორის თეა წულუკიანს და კომისიის სხვა წევრებსაც. დღეს პროკურორმა ჩვენთან საუბარში არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიკითხონ სასამართლო დარბაზში მათ შორის კომისიის წევრებიც. სადამსჯელო ოპერაცია პოლიტიკოსების წინააღმდეგ ნინო ღვედაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.